ისტორიული მუზეუმების საფონდო მასალის და ექსპონატთა დიდი ნაწილი სამეთუნეო ნაწარმია და ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი ამ თვალსაზრისით გამონაკლისს არ წარმოადგენს. აქ არის დაცული როგორც ადგილობრივი, ისე იმპორტული კერამიკული ნაკეთობები. იმპორტული კერამიკა წარმოდგენილია სხვადასხვა საწარმოო ცენტრების ამფორებით. ატიკური, მოხატული, სადა და ორნამენტირებული ჭურჭლით, იონიური ნაწარმით, რაც კლასიკურ ხანაში, ანტიკურ სამყაროსა და ძველ კოლხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შედეგია. დიდი ნაწილი მუზეუმში დაცული ნივთებისა კარგად დათარიღებული კომპლექსების სამარხეული ინვენტარია, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი მრავალფეროვანი და მრავალრიცხოვანი კერამიკული ნაწარმის ქრონოლოგიური და ტიპოლოგიური კლასიფიკაციისათვის. ამ მრავალფეროვნებაში გამოიყოფა ძალიან საინტერესო ჯგუფი, როგორც ფორმის, ისე შემკობის მოტივის მიხედვით, რომლის გავრცელების არეალი ფიჭუნარს არ სცილდება. შესაბამისად, ჩვენ მათ ფიჭუნარულ დოქებს ვუწოდებთ. ეს ფორმა ჩნდება ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის შუახანებიდან და არსებობას განაგრძობს ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეშიც. გარდა ფიჭუნარისა, მხოლოდ რამდენიმე ცალია აღმოჩენილი ციხისძირის ანტიკური ხანის სამაროვანზე და ორი ფრაგმენტი კვაშტის ანტიკური ხანის ნასახლარზე. ფიჭუნარული დოქები გვხვდება როგორც კოლხურ, ისე ბერძნულ სამარხებში. ყველა მათგანს აქვს ოდნავ გარეთ გადაშლილი პირი, ფართო ცილინდრული მომაღლო ყელი, დაბალი მომრგვალებული ტანი, ბრტყელი ოდნავ შეწეული ძირი და სამკუთხა ან ოვალურ განივკვეთიანი ყური. ზედაპირი საგულდაგულოდაა დამუშავებული, შავად ან ნაცრისფრად გაფრიალებული. ტანის არეში მოცემულია ორნამენტი. ორნამენტიდან ყველაზე ხშირად გვხვდება ვერტიკალურად განლაგებული მოზრდილი რელიეფური ნუშისებრი თვალები, სხვადასხვა ვარიაციებით, რაც მზის სიმბოლო უნდა იყოს. მათი რიცხვი სხვადასხვაა. ზოგ ჭურჭელზე 3 თვალია, ზოგზე 4, იშვიათად 6. თვალები ზოგჯერ პირდაპირაა ამოკაწრული, ზოგჯერ კი წინასწარ გაკეთებულ ბურცობებზეა დატანილი. არის შემთხვევები, როცა მხოლოდ ბურცობია მოცემული. ასევე გვხვდება მცენარეული წიწვისებრი ორნამენტი, ცალკე ან წამყვან ორნამენტთან ერთად მონაცვლეობით. გვხვდება ფოთლის ორნამენტი. არის ორმაგი სამკუთხედებით შემკული ფიჭუნარული დოქებიც. გარდა ძირითადი ორნამენტისა, შეიძლება მორთული იყოს ჭურჭლის ყელი ან ყური და ძირითადად ეს ნაკაწრი ხაზებით შემდგარი ორნამენტია, ან კოპები, პატარა ბურცობები ყურისა და პირის შეერთების ადგილას. გარდა იმისა, რომ გამოირჩევა თავისი ფორმით სხვა კოლხური ჭურჭლისაგან, ამ ფორმას ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობის, კულტურული ელემენტების გაცვლის კვალიც აქვს. ესაა პირის გვირგვინის ფორმა, რომელიც ძალიან გავს ელინური ოინოქოების სამყურა ფურცლის ფორმას. ამ ერთი მაგალითით ჩვენ ვწმუნდებით, რამდენი ინფორმაციის მოწოდება შეუძლია თავისი მომხმარებლის შესახებ ერთ პატარა ნივთს დიდი კოლექციიდან.